მოგესალმებით. მე ვფიქრობ, რომ ეს ვიდეო ბევრ ადამიანს დააინტერესებს. არა, ძალიან ბევრს დააინტერესებს, იმიტომ რომ დღეს გვყავს ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი მანქანა, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შესაბამისად. Toyota Prius, ახალი თაობა. იმდენი Prius-ი დადის არა მარტო ჩვენთან, არამედ ყველგან, რომ ყოველ შემთხვევაში შეგრძნების დონეზე მე ესე ვარ, რომ მარჯვნივ გაიხედავ Prius-ი, მარცხნივ გაიხედავ Prius-ი, წინ გაიხედავ Prius-ი, სარკეში გაიხედავ იქაც Prius-ი, შეგრძნების დონეზე ესეთი განცდა მაქვს მე. ოღონდ არა ასეთი. ჯერ ეს ახალი მოდელია, გამოდის 2023 წლიდან, ეს გახლავთ მეხუთე თაობის Prius-ი, მაგრამ ძალიან მალე დადგება ის დრო, როცა საქართველოში ბევრი მეხუთე თაობის Prius-ი შემოიყრება და ეხლა არის სწორედ ის მომენტი, როცა უნდა კარგად აგიხსნათ, კარგად განვიხილოთ ეს მანქანა, ყველაფერი მოგიყვეთ, გიამბოთ, ან ვიაროთ და რაც მთავარია, დავითვალოთ ის, რაც ყველას ყველაზე მეტად აინტერესებს. საწვავის ხარჯი. ერთია, რაც გვეუბნება ბორტკომპიუტერი, მაგრამ მე ვაპირებ, რომ ამ ვიდეოში დავითვალო ძველებურად, ძველმოდურად. უნდა გავავსოთ საწვავის აუზი ბოლომდე, გავიაროთ ზუსტად 100 კილომეტრი ქალაქში. მერე ისევ გადავავსოთ და ნახოთ რამდენს დაიმატებს, ანუ მართლა რამდენს დაწვავს ქართულ რეალობაში ჩვენს ქალაქში. კარგი, ჩავასხათ ახლა ჩვენ რომპეტროლის ხარისხიანი საწვავი, გავავსოთ აუზი და მერე დავითვალოთ რამდენს დაგვიწვავს ეს Prius-ი. გამარჯობა. სალამ. გავსებაზე პრემიუმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საწვავი იყოს ხარისხიანი, თუ გვინდა რომ მანქანა მაქსიმალურად ცოტა დაწვას, მაქსიმალურად კარგად იაროს და კარგადაც შეინახოს ძრავიდან დაწყებული მთელი სისტემა. ამ შემთხვევაში ვასხავთ რომპეტროლის პრემიუმს, ვავსებთ ბოლომდე, ოღონდ არ გადაავსოთ. აი წყაფს რო იზამს, მერე უნდა დავითვალოთ ზუსტად რამდენს დაწვავს, ვასხამთ რომპეტროლის პრემიუმს. ეს არის მოგეხსენებათ რუმინული საწვავი, ევროპული სტანდარტით გადამუშავებული ხარისხი და ასე შემდეგ. ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი საქართველოში და ნახოთ, ეხლა გავავსებთ, მერე ვივლით, თან მანქანაზე ვისაუბრებთ და როგორც კი გავივლით 100 კილომეტრს, ისევ მოვალთ და ნახავთ ზუსტად რამდენს დაწვავს Prius. მოკლედ გავავსეთ საწვავის აუზი რომპეტროლის FX-ით და ახლა დავიწყოთ აი ამ ავტომობილის დეტალური მიმოხილვა. მივხედოთ საქმეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ვიდეო დააინტერესებს ყველას, ვისაც Prius-ი ჰყავს და ყველას, ვინც ფიქრობს, რომ მისი მომდევნო ავტომობილიც Prius-ი იქნება. Prius-ი როგორი მანქანაა, იცით? აი, უბრალოდ A-დან B პუნქტამდე მისვლა რომ გჭირდება ავტომობილით და შენთვის მანქანა სხვას რომ არაფერს არ წარმოადგენს, აი ეგეთი იყო ყოველთვის. მე არ ყოფილვარ ამ მანქანის მოყვარული არასდროს, მაგრამ ძალიან ძნელია რომ იყო Prius-ის ასეთი მოყვარული ფანატი. იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად უემოციო მანქანაა, მაგრამ არის ძალიან გამძლე, ძალიან ეკონომიური და შესაბამისად ამიტომაც არის ამდენი. ყველამ ვიცით რომ განსაკუთრებით უყვართ ტაქსის მძღოლებს და იმიტომ უყვართ სწორედ რომ არის გამძლე და არის ეკონომიური. მე პირადად განსაკუთრებით არ მომწონდა მეოთხე თაობა. ამ მანქანის ისტორია იწყება დაახლოებით 30 წლის წინ და Prius-ი იყო პირველი ავტომობილი სერიული, რომელიც გამოვიდა ჰიბრიდული სისტემით და ფაქტობრივად ჰიბრიდების პიონერია. და მისი პოპულარობა დაიწყო უფრო მეორე თაობიდან. აი მესამე თაობა რომ გამოვიდა, მაშინ უკვე გახდა ტაქსის მძღოლების საყვარელი მანქანა. მეოთხე თაობა იყო აშკარად ჩავარდნა დიზაინის კუთხით, ყოველ შემთხვევაში მე ფაქტობრივად იშვიათად ვამბობ ხოლმე ამას, მაგრამ უკნიდან ისე გამოიყურებოდა, რომ აი საზარელი ეთქმის ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით და აი აქ უკვე მეხუთე თაობაში Toyota რაღაცეებზე დაფიქრდა და გადაწყვიტა რომ გაეკეთებინა სულ სხვანაირი Prius-ი. სანამ დეტალურ განხილვაზე და ტესტ-დრაივზე გადავალთ, მოდი ჯერ პატარა ისტორიული ექსკურსი ყველა იმ თაობის Prius-ისა, რაც აქამდე გამოსულა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დავინახოთ, სად დაიწყო, რა გზა გაიარა და როგორ მოვიდა აქამდე Toyota Prius-ი. ჯერ გავიხსენოთ 1997 წელი.
Toyota უშვებს პირველ Prius, პირველ სრულფასოვან და სერიულ ჰიბრიდულ ავტომობილს. მიზანი გასაგები იყო. იაპონელებს ექსტრემალურად ეკონომიური და ეკოლოგიური ავტომობილის შექმნა სურდათ. მანქანის, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებდა საწვავის ხარჯს და მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვს. ეს პირველი სერიული მოდელია, რომელშიც შიგაწვის ძრავა და ელექტრომოტორი ერთად მუშაობდნენ. Toyota Prius-ის ისტორია სწორედ 1997 წლიდან იწყება. Prius თავისი ადგილის დასამკვიდრებლად გარკვეული დრო დასჭირდა. საქმე ისაა, რომ მისმა გაყიდვებმა სერიოზულად მხოლოდ 2002 წლიდან მოიმატა, როცა მეორე თაობის Prius-ი გამოვიდა. უცებ ლამის მთელი ჰოლივუდი ამ მანქანაზე გადაჯდა. ნატალი პორტმანით დაწყებული, ლეონარდო დიკაპრიოთი გაგრძელებული, კლაუდია შიფერით დამთავრებული, თითქმის ყველანი ამ მანქანაზე იჯდნენ. ეკოლოგიურ მიდგომას უცებ უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა. ეს ყველაფერი სწორედ Prius-ით დაიწყო. Toyota-სთვის ეს დიდი გამოწვევა გახლდათ. მაშინ ჰიბრიდებზე ბევრი არ ფიქრობდა. ეკონომიურობისთვის დიზელის ძრავის მქონე მანქანები უფრო პოპულარული იყო. გავიდა კიდევ წლები და Toyota მესამე თაობის Prius-ი გამოიყვანა. ეს უკვე ის დროა, როცა Prius-ი ტაქსის ბრძოლების საყვარელი ავტომობილი გახდა. ალბათ აღარ არსებობს ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი ტაქსი Prius-ი არ არის. და რა იყო ამის მიზეზი? რა თქმა უნდა, ეკონომიურობა და Toyota-ს გამძლეობა. მოკლედ, ჰიბრიდის პრინციპმა იმუშავა. ეს კი უკვე მეოთხე თაობაა. ამაზე მუშაობისას Toyota-მ თითქოს რაღაც იგრძნო და რაღაცა ექსპერიმენტის ჩატარება მოუნდა. მიხვდა, რომ წინა Prius-ებს საკამათო დიზაინი ჰქონდათ, მაგრამ უარესი გამოუვიდათ. მართვადობითაც არ ყოფილა გადასარევი, მაგრამ ექსტერიერის დიზაინი ძალიან ბევრს არ მოეწონა და ძალიან სამართლიანად. უფრო მეტმა ადამიანმა თქვა, რას ეწევიან Prius-ის დიზაინერები ასეთი მანქანა რომ გამოსდითო. აი ასე მოვედით მეხუთე თაობამდე. როგორც ხედავთ, Toyota-მ საკმაოდ რადიკალურად შეცვალა ეს მოდელი. რაღაც ტოტალურად ახალი შექმნა. Prius-ი, ახალი თაობა, აი ეს, საკმაოდ სპორტულად გამოიყურება. უფრო სწორად, უნდა რომ სპორტულად გამოიყურებოდეს. მოდი ახლა შევხედოთ ახალი Prius-ის დიზაინს, პირველ რიგში ექსტერიერის დიზაინს. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ სანამ დიზაინზე გადავალ, უნდა გითხრათ, ჯერ არ მithქვამს, რომ ეს არის plug-in ჰიბრიდი, ეს არის დამუხტვადი ჰიბრიდი. ჩამოსულია ამერიკიდან და ეს მანქანა ახლაც იყიდება. სანამ ჩვენ ამ ვიდეოს დავამონტაჟებთ და დავდებთ, თუ არ გაიყიდა, თქვენც მარტივად შეგიძლიათ ნახოთ განცხადება, ღირს $20,000. აქვს 19,000 კილომეტრი გარბენი, რაც რა თქმა უნდა ძალიან ცოტა არის, ფაქტობრივად ახალი მანქანა. ხო, მოკლედ დაუბრუნდეთ მთავარს, ეს არის plug-in ჰიბრიდი, დამუხტვადი ჰიბრიდი და აქვე მინდა გითხრათ, რომ ევროპაში მხოლოდ plug-in ჰიბრიდები იყიდება Prius-ი, ახალი. ეს კი არის ამერიკული ვერსია და ამერიკაში არის ასევე ჩვეულებრივი ჰიბრიდიც, ოღონდ ერთი ძრავით, ერთი შიგაწვის ძრავით. ეს არის 2-დან 0 ძრავა, 4 ცილინდრიანი, არის 2-დან 0 ჩვეულებრივი ჰიბრიდი და არის 2-დან 0 დამუხტვადი ჰიბრიდი. ჩვეულებრივს აქვს დაახლოებით 200 ცხენის ძალამდე, სულ რამდენიმე ერთეულ ცხენის ძალაშია განსხვავება გააჩნია წინ ამძრავიანს აიღებთ უკან სრულ ამძრავიანს, ანუ იწარმოება სრული ამძრავითაც, ეს არის დამატებითი ოფცია, ხოლო plug-in ჰიბრიდს აი ამას აქვს 220 ცხენის ძალა ამერიკული გაგებით და 223 ცხენის ძალა უკვე ევროპული გაგებით. აქედან 150 ცხენის ძალა მოდის შიგაწვის ძრავაზე, დანარჩენი ელექტრო ძრავაზე. და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ დამუხტული ელემენტის შემთხვევაში სუფთა ელექტროსვლით შეუძლია 45 მილის გავლა. ყოველ შემთხვევაში ასე უწერია ქართულ მონაცემებში. რეალობაში ოდნავ ნაკლებს მაინც მინიმუმ აუცილებლად გაივლის. რაც შეეხება დიზაინს. ერთი რამ ცხადია, ახალ Prius იმაზე გაცილებით ემოციური დიზაინი აქვს, ვიდრე ჰქონდა მანამდე მის ნებისმიერ თაობას. ვიღაცას შეიძლება რა თქმა უნდა არ მოეწონოს, მაგრამ ეს არის Toyota-ს თანამედროვე სახე და თუ მოგწონთ CHR-ზე ასეთი წინაცხვირი, რატომ არ უნდა მოგწონდეთ Prius-ზე, ხო? და ზოგადადაც ძალიან მოდაშია, ეს მინდა ვთქვა, არ დამავიწყდეს, თითქოს მოდაში შემოვიდა Prius-ების დაცინვა. და მე არ ვარ ამის მომხრე, მე არ მიყვარს საერთოდ ავტომობილის დაცინვა და არც ის მიყვარდა სხვათა შორის რომ 90-იან წლებში Opel Vectra-ს და Opel Astra-ს რომ დასცინოდნენ, ყოველთვის ვიცავდი ხოლმე იმ მოდელებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ და გამომდგარ მოდელებს და დაახლოებით მაგროლში შევიდა ახლა Prius-იც უკვე. მოკლედ, ეს არის Hammerhead-ი ეგრეთ წოდებული, აი ასეთი ცხვირი აქვს და ერთი რამ ცხადია, გაცილებით ემოციურია, ვიდრე მანამდე ჰქონდა. ახლა შევხედოთ გვერდიდან. შევხედოთ დისკებს.
ეს არის 19 დუიმიანი დისკები და ეს არის მაქსიმუმი, ამაზე დიდ დისკებს ვერ დაუყენებთ. სერიულად სტანდარტულ ვერსიაში მოყვება 18-იანები, ეს კი ახლავთ 19-იანი და სხვა შორის აქ ვხედავ, რომ Toyos საბურავები უყენია და ეს აშკარად ქარხნული საბურავია. ადრე სხვა ბრენდზე იყო Toyota, ახლა გადმოერთო Toyoze, Toyo და Toyota, Toyota იაპონური ბრენდია, როგორც იცით. შევხედოთ პროფილში და მოდი ჯერ გავაანალიზოთ მისი ზომები, იმიტომ რომ რაღაცები შეიცვალა. ახალი პრიუსის სიგრძე 4 მეტრი და 60 სანტიმეტრია. ეს ნიშნავს, რომ 46 მმ-ით ცოტათი მოკლეა ვიდრე წინა პრიუსი. ანუ ახალი მოდელი ცოტათი უფრო კომპაქტური გახდა. სიგანე მეტრი და 78 სანტიმეტრია, ანუ ოდნავ უფრო განიერიც გამოვიდა. ზუსტად რომ ვთქვათ, სიგანეში 22 მმ-ით მოიმატა. სიმაღლე კი მეტრი და 42 სანტიმეტრია. ეს ძალიან ცოტაა. მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. დაბალი და კომპაქტური მანქანაა. აი თვლების ბაზა კი 2 მეტრი და 75 სანტიმეტრი გახლავთ. რაც სალონში პრინციპში ტევადობას გვპირდება, მაგრამ რეალურად უფრო ვნახოთ. ახლა შევხედოთ უკნიდან. სახურავი ისეთი დამრეცია, როგორიც ჰქონდა, მაგრამ უკნიდან უკანა ნაწილში აღარ აქვს არანაირი ის უცნაურობები, რაც ახასიათებდა წინა თაობას. ყველაფერი მოხსნა და უფრო ისეთი სუფთა, მარტივი დიზაინის გზით წავიდა, თუმცა მაგალითად აქვს ესეთი შავი ელემენტი, რომელიც ესე ჩამოდის გვერდებზე. Ferrari-ში უყვართ ხოლმე ესეთი რაღაცეები. არ მეჭხუბოთ, Ferrari-ს არ ვადარებ Prius ნამდვილად, მაგრამ უბრალოდ მინდა რომ ცოტა აქედანაც Toyota-s დიზაინერები შევაქო, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს მართლა რაღაცას დაამსგავსეს Prius-ი და ეს აუცილებლად უნდა აღმენიშნა. ავხადოთ საბარგული და ამ შემთხვევაში ცოტა იმედგაცრუება გველოდება, იმიტომ რომ საბარგული არ არის დიდი. წინასთან შედარებით 33 ლიტრით ნაკლებიც კი არის. ანუ 248 ლიტრია საბარგულის მოცულობა და არ არის დიდი. და ერთი რამ, გაზის ბალონი აქ არ ჩააყენოთ. ჯერ სივრცე აღარ გექნებათ და მე მართლად ეხავს გაზის ჩაყენება Toyota Prius-ში, იმიტომ რომ მით უმეტეს ეს არის plug-in ჰიბრიდი. თუმცა plug-in ჰიბრიდზე დადგება რამე რო იყოს. ეხლა გადავინაცვლოთ სალონში, ნახოთ როგორია ტევადობა, როგორი აქვს სალონი და მე უკვე ვიაროთ და ნახოთ რამდენს დაწვავს და თან მოგიყვებით როგორ დადის მეხუთე თაობის Toyota Prius. რა მომწონს? მომწონს ის, რომ Toyota-მ იფიქრა და იზრუნა იმაზე, რომ ჯერ კიდევ ჰქონდეს ჩვეულებრივი ჰაპტიკური ღილაკები. აი აქ კლიმატ კონტროლი, სავარცხლების გათბობა. აი ეს ღილაკები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს აქ და ყველაფერი არ დასვეს ეკრანზე. პრაქტიკული გადაწყვეტილებები, ასევე ის, რომ 2 USB-C პორტი გვაქვს აქ, ასევე აქაც 2 USB-C პორტი გვაქვს, არის ასევე ტელეფონის უსადენო დასამუხტი ადგილიც და ჩასადებიც. მასალები, სალონში გამოყენებული მასალები. ვიზუალურად ცუდი არ არის, მაგრამ არის ბევრი პლასტმასი. აი აქ ცოტა რბილია, აქ არა, არც აქ. აქ ქვემოთ უკვე. ცოტა უფრო მეტ სიმყარეს ვისურვებდი. საბოლოო ჯამში ვიზუალურად უფრო კარგია ვიდრე რეალურად, იმიტომ რომ ბევრი პლასტმასია გამოყენებული. ნახეთ? აქ არის ესეთი დამატებითი მინები, რომლებიც ახლა დამუქებულია და მე აუცილებლად მოხსნიდი, იმიტომ რომ ხილვადობა ისეთ შეზღუდულია, აი ამ ხელა ტორპედო გვაქვს, აი სულ ტორპედოა მანქანა. ესე რომ ვთქვა, ძალიან დიდია, აი ეს დგარიც სქელია და აი აქაც დამუქებულია უკვე ხილვადობას, მაგრამ ზღუდავს და სხვა შორის სარკეშიც უკან ხილვადობა არ არის კარგი, უკან მინა არის პატარა ძალიან და რაც თავარია, კარგია რომ აქვს კამერა. ეგ კიდე კარგი ამბავი არის. არ მომწონს ის, რომ საჭის სიმაღლეში რეგულირების დიაპაზონი არის სულ აი ეს და არა უმეტეს. კარგი იქნებოდა უფრო დიდიც ყოფილიყო. სიღრმეში რეგულირება უკეთესია, სიმაღლეში ძალიან პატარა. და ყველაზე მეტად რაც არ მომწონს და რაც არ მომწონს ხოლმე ასევე მაგალითად Peugeot-ში, ეს არის ის, რომ აი ეს ეკრანი, აი ამ ეკრანს, რომელიც გაქვს საჭის მიღმა, უნდა უყურო საჭის ზემოდან. Peugeot-საც ესე აქვს ხოლმე. საჭის სიღრმიდან იმის დანახვა შეუძლებელია. რაც არ უნდა დაბალი იყო და რაც არ უნდა მაღლა აწიო საჭე, ჯერ ერთი საჭე ვიყვარს ალბათ ყველას უფრო დაბლა, უნდა უყურო ზემოდან. აი ეგ არ მომწონს.
ჯდომის პოზიცია არის საკმაოდ დაბალი, ზიხარ ასფალტთან ძალიან ახლოს, მაგრამ არა ისე ახლოს როგორც სპორტულ ავტომობილებში, ამიტომ არ ინერვიულობთ კომფორტული ჯდომის მოყვარულებმა, თლად ასფალტზე გაკრული არ ხარ, მაგრამ დაბლა ზიხარ. ეს მომწონს სხვადასხვა. ერთი რამ რაც მომეწონა არის ის, რომ გადაცემათა კოლოფის გადამრთველი ბერკეტი არის იქ, სადაც ნებისმიერი არა პრიუსის მძღოლი ელოდება. გახსოვთ ალბათ წინა თაობის პრიუსებს ძალიან არაადეკვატურ ადგილზე ქონდა ეს ბერკეტი და ეხლა გადმოიტანეს იქ, სადაც უნდა იყოს ცენტრალურ კონსოლზე. არის ისევ პატარა, არის საკმაოდ კომპაქტური, მაგრამ არის იქ, სადაც ნებისმიერი მძღოლი ელოდება. ეხლა ამას მეორე მხარეც აქვს, პრიუსის წინა თაობების მძღოლები მიჩვეულები არიან სხვაგან ბერკეტს და შეიძლება თავიდან ეუცნაუროთ რომ აქ არის, მაგრამ საერთო მასობრივად თუ შევხედავთ და საშუალო სტატისტიკური მძღოლის თვალით თუ შევხედავთ, აი აქ უნდა იყოს ბერკეტი. სამაგიეროდ არ შეცვლილა მისი გადართვების ლოგიკა, აი ისევ თუ გინდა რომ უკუსლაში გადააგდო, მარცხნივ და წინ უნდა ჩააგდო. ასევე დეში თუ გინდა გადმოაგდო, ნუ პარკინგი ესეა, დეში თუ გინდა გადმოაგდო წინ და მარცხნივ და უკან და ისევ პარკინგში რომ დავაბრუნოთ, ნეიტრალი არის უბრალოდ მარცხნივ. აი ეს ამბავია სულ. ხო, სვლის რეჟიმები არაფერი განსაკუთრებული არის custom-ი, არის სპორტი, მაგასაც ვნახავ მე. ნორმალი და ეკო. ალბათ ყველა ეკოთიulis, მეც ეკოთი ვაპირებ დღეს. სიარულს რაღაც მომენტებში ნორმალში გადავიტან, იმიტომ რომ არ ამგონია 80% ეკოთიulis ამ მანქანით გამორიცხულია სპორტში გადავურთონ ხოლმე. რაც არ უნდა უფრო სპორტული ვიზუალი ქონდეს ამ მანქანას, სპორტულ ავტომობილად ვერ გადაიქცევ. სივრცე წინ ჯდომისთვის ნორმალურია, ერთადერთი რომ ჩავჯექი აი ამ საჭეს მოვარტყი ფეხი და ნუ ძალიან დაბალია, აი ეს დგარი და ცოტა თავიც უნდა ესე შემოჯდე მანქანაში. უკან სივრცე არ არის იმაზე მეტი ვიდრე წინა პრიუსში იყო, არც ნაკლები პრინციპში, ახლა უკან აღარ ჩავჯდები, ზუსტად ისეა როგორც მიჩვეულები ხართ და როგორც ჯდარ ხართ თუნდაც წინა თაობის პრიუსში, მიუხედავად იმისა რომ ოდნავ განიერი გახდა, სიგრძე მაინც ნაკლებია, ბაზა ნორმალური აქვს თვლების, მაგრამ იმაზე მეტი სივრცის შეგრძნება არ მაქვს უკან, ვიდრე მქონდა წინა პრიუსში. სიხარ ისევ ისე. ეს არის პრაიმ კომპლექტაცია, საუკეთესო კომპლექტაცია, აი ამ ვიზუალურ გაფორმებებზე და ამ წითელ ambient განათებაზე ხვდებით. ცოტა უფრო სხვანაირია, ფაქტობრივად ისეთია ტოპ ვერსია არის პრიუსის. აი, დავიძრები ახლა და მივხედოთ საქმეს. აი ასეთ მკვდარ საცობში გრძნობს პრიუსი თავს ისე, როგორც თევზი წყალში, ან თავისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლშიო, ან თავს ისე გრძნობს როგორც თევზი წყალშიო, აი პრიუსის არის ეს სტიქია. საცობი და აი ეს ნელი სიარული stop and go რეჟიმი. ბორტ კომპიუტერი მიჩვენეს რომ საწვავის ხარჯი ჩამოვიდა 4.4 litrზე 100 კილომეტრზე. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის plug-in ჰიბრიდი, დღეს როცა მოგვიყვანეს ეს ავტომობილი იყო დაცილი ელემენტი ბოლომდე და ჩვენ არ დაგვიმუხტავს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდოდა იმის გაზომვა, რამდენს გადის. ერთი დამუხტვით, სრული ელექტროსით, რომ ბევრს მაინც არ გადის და აი 45 მილს რაც უწერია, ანუ 35-ს მაინც გაივლის ერთი დამუხტვით, 30 ვთქვათ, 30 მილი, ანუ რაც დაახლოებით 50 კილომეტრია და მაგის დაცვა არ არის მნიშვნელოვანი, მინდოდა დამეთვალა რამდენს წვავს. და სპეციალურად არ დავმუხტეთ და ვიარეთ დავდივარ დავუმუხტავ ელემენტი თვითონ მუხტავს ეს მანქანა რა თქმა უნდა ელემენტს და იყენებს შემდგომ უკვე ელექტროენერგიას ეხლაც რო ვცადო ელექტრო რეჟიმი არის unavailable არ არის მიხელმოსაზრდო იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ელემენტის მდგომარეობა არის დაბალი არ არის დამუხტული და არის იმ დონეზე დამუხტული რომ მხოლოდ მიეხმაროს და აი ამ დროს ამ წუთას დადის მაგალითად ელექტროსმით მნიშვნელოვანი რამ რაც შევამჩნიე არის ის რომ აი პრიუსის ფლობელები კარგად მიმიხვდებიან ელექტროდან შიგაწვის ძრავაზე გადართვა და ეს ჰიბრიდული სისტემის გადართვა გადმორთვები აღარ არის ისეთი შესამჩნევი როგორც ეს იყო ადრე თითქმის შეუმჩნეველია და ძალიან კრეატიულად ხდება თუ შეიძლება რომ ასე თქვა ვიხმარო აი ეს მომენტი როცა ჩაირთვება შიგაწვის ძრავა გამოვირთვება გადავა ელექტროზე აღარ არის ესეთი შესამჩნევი ეგ მართლა ძალიან პოზიტიური ამბავია
მაქსიმალურ გაზზე და მარჯვენა სატერფულის ჩაჭერაზე ძრავა ისევ იძაბება და ისევ შემოდის ეს ძრავის ხმა, მაგრამ ხმის იზოლაცია არის კარგი. პრიუსისთვის მართლა კარგია. მინდა გითხრათ ჩემი წარმოდგენით, როგორია კარგი მძღოლი. კარგი მძღოლი არც ის არის, რომელიც რაღაც ძალიან სწრაფად დადის და მანევრირებს ესე ეფექტურად და დრიფტაობს, არა. კარგი მძღოლი, რა თქმა უნდა, არც ის არის, რომელიც ნელა და ძალიან ფრთხილად დადის. აი წვიმაც დაიწყო. კარგი მძღოლი არის ის, ვინც არის ყველაზე შეუმჩნეველი მოძრაობაში. არ გამოირჩევა არც თავისი სისწრაფით, ზედმეტი სისწრაფით და არც თავისი ზედმეტი სიზანტით. ისე დადის, რომ ვერ ამჩნევენ. აი ეს არის კარგი მძღოლი და ჩემი აზრით ასევე კარგი მძღოლი არის კიდევ ის, ვინც ყველაზე იშვიათად ხმარობს მუხრუჭს. გაიაზრეთ ახლა აბა ეს რაც თქვი და საინტერესოა დამეთანხმებით თუ არა კომენტარებს დაველოდები და თქვენს აზრს კომენტარებში იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის კარგი მძღოლი. ძალიან ბევრი დადის ესე გაზი მუხრუჭი, ბევრი მუხრუჭი. მუხრუჭზე დადება ფეხის და დიდხანს აი ამ მუხრუჭის სატრიფულზე უკან ატყობ ხა ხო სტოპები რომ უნთია და მიდის მუხრუჭით ფაქტიურად. ეგ არ არის კარგი. როცა გჭირდება, როცა დაგჭირდა მუხრუჭი, მაშინ თუ გინდა მაგრად დაარწი, მაგრამ სულ მუხრუჭებით სიარული არ არის კარგი. რამდენად კარგია პრიუსი სატაქსაოდ? ამ კითხვაზე აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ არ დაგღლით ისე, როგორც გლიდათ წინა პრიუსი, იმიტომ რომ სავალი ნაწილი არის ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, შეწყობილი, თუ შეიძლება რომ ესე ვთქვა. ეს არ არის არც რაღაცა ზერბილი სავალი ნაწილი, დაკიდების სისტემა და არც სპორტული არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ არის კარგად შეწყობილი, საკმაოდ უხმაურო, საკმაოდ რბილი წინასთან შედარებით. ყოველ შემთხვევაში მანქანაც ახალია და ხარ ვიცი, არ მგონია რომ რაღაცა 100,000 გარბენზე ამაზე უარესი გახდეს. პრიუსია, ტოიოტაა და მაგიტო ხმის იზოლაცია უკეთესია და ესეც ნაკლებად დაგღლით. მართვის სტილი, რა გითხრათ, მოხოვა უკეთესი აქვს, მაგრამ ქალაქში ამას საერთოდ ვერ იგრძნობთ. მართვის სტილი არის იგივე, ხო და არ დაგღლით ისიც რომ რეალურად აი ეს ძრავსა და შიგაწვის ძრავსა და ელექტროსისტემას შორის ეს ჰიბრიდული სისტემის გადართვები იქნება ფაქტობრივად შეუგრძნობელი გაცილებით ვიდრე აქამდე იყო. შესაბამისად, კი, ახალი პრიუსი, აი ეს მეხუთე თაობა წინაზე უკეთესია, მაშინ როცა მთელი დღე მართავ, არ აქვს მნიშვნელობა. ტაქსის მძღოლი ხარ თუ ზოგადად მთელი დღე სიარული გჭირდება. მოვედი რომ პეტროლთან 100 კილომეტრი თითქმის შესრულებულია, 3 კილომეტრი დამრჩა. ეხლა გავავსებთ საწვავს და ვნახოთ რამდენს დაიმატებს. 4 და 5 ლიტრი ბოლო მაჩვენებლით, 4.5 ლიტრი 100 კილომეტრზე ბოლო მაჩვენებლით ესეთია ბორდ კომპიუტერის მონაცემები. იმისათვის რომ მაქსიმალურად ცოტა დაწვას მანქანამ და მაქსიმალურად კარგად აჩქარდეს, როცა ეს დაგჭირდებათ, ერთ-ერთი საუკეთესოა რომ პეტროლის FX-ი. ნახოთ. ესე იგი ისევ წყაპამდე არ გადავავსოთ. ნახოთ რა გამოვა. ისევ FX-ი, ისევ პრემიუმი. მაინც არ ვერ მომითფინა გულმა და რეჟისორთან შეთანხმებით ის 2 კილომეტრიც გავიარე, ასე რომ ზუსტად 100 კილომეტრია შესრულებული. ბორდ კომპიუტერი წერდა 4.5-ს და ბოლოს რომ მოვედი უკვე ის 2 კილომეტრისა დავამატე 4 და 4 დაწერა. ეს არის 3 და 55-ია? ანუ გასაოცარი ამბავია. მთელი 1 ლიტრით ნაკლები დაწვა, ნაკლები დაიმატა, ვიდრე გვიწერდა ბორდ კომპიუტერი. რა ჯიგარია რა? ანუ მართლა ძალიან მაგარი ამბავია. ხა შეიძლება იქ რაღაცა 300 გრამი, 200 გრამი ზოგადად მე მეგონა რომ ბორდ კომპიუტერი უფრო ხშირად გატყუებს ვიდრე რეალურად წავს. მანქანა აქ არის პირიქით. ანუ ისე გატყუებს რომ მეც გიწერს და რეალურად ნაკლებს წავს. ანუ 3.5 ლიტრი დაიმატა, 4.5 წერდა ბორდ კომპიუტერი. ძალიან ჯიგარი მანქანაა აი ამ კუთხით რა. სწორედ ამას ვამბობ, როცა ვამბობ იმას, რომ პრიუსი არის აი ესეთი მასობრივი და რატოა ესეთი მასობრივი?
ძალიან მაგარი ტიპი არის და ეს არის როგორც თვითონ Prius-ის დამსახურება და მისი ჰიბრიდული სისტემის და ზოგადად Toyota-s ჰიბრიდული სისტემის. რა თქმა უნდა, ეს არის საწვავის დამსახურებაც და ამ შემთხვევაში Rom Petrol FX-ის. ძალიან კარგი შედეგია, ზუსტად 100 კილომეტრი, 3.5 ლიტრი დაიმატა მანქანამ, ყველანაირად ვიარე დღეს ქალაქში, როგორც შემეძლო. ექსპერიმენტი დამთავრებულია, მომდევნო ვიდეომდე. დროებით.